ეს დღეები საერთოდ ვერაფერს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ვარ სუსტად გუშინ იყო აი ყველაზე ცუდი დღე, იმიტომ რომ როგორც კი გავიღვიძე, დავდექი, ჩემ თავს ვეკითხებოდი, როგორ გადამედგა ნაბიჯები, იმიტომ რომ ჯერ 37 მაქვს სიცხე სულ ეს დღეებია. ყელი არ მტკივა, გაცილებული არ ვარ, წნევა მაქვს 90-50-ზე მქონდა გუშინ. დღესაც არ მაქვს თლად კარგად წნევა. მაგრამ როგორი მომენტია იცით? ძალიან დატვირთული დღეები მაქვს, ძალიან ცოტათი ნერვიულობ კიდეც, სტრესიც. პლუს კარგი დედა უნდა ვიყო, პლუს ბავშვებს უნდა მივცეს სიყვარული, სიხარული, გართობა. ამის გარდა დღეს ვიყავი სტამბაში, 14 თებერვლისთვის გიმზადებთ, ძალიან ფიქრობ მოგეწონებათ, იმედი მაქვს მოგეწონებათ განსხვავებულ ლიმიტირებულ სეტებს, ასევე ის პოინტში ხსნის სტენდს 13 თებერვალს, ასევე მარტის დასაწყისში მაქვს მნიშვნელოვანი რაღაც, რასაც როცა მარტი დაიწყება, მერე გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცნაირად მერე გაიგოთ და როდესაც ესეთი პერიოდი გვაქვს ჩვენი ცხოვრების, რომ არ გვაქვს მოდუნების დრო და ის, აი მაშინ ესე დავეცი, ფიზიკურად დავეცი. ყველაფერმა ერთდროულად ესე დამარტყა და გუშინ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ მიშველე თქო გადასხმა, აი სხვა გზა არ მქონდა. ეხლა დღეს ვიკეთებ ვიტამინების გადასხმას. მოვედი კლინიკაში. კიდე ალბათ არ ვიცი რამოდენიმე გადასხმას გავიკეთებ. ამის გარდა მაქვს თავის ტკივილები ოდნავ და აი სიმძიმის შემცნება მაქვს. ასე კუკამ ქაჩავს თავი და წნევები არ მაქვს, მაგრამ პირიქით ძალიან დაბალი წნევები მაქვს. ძალიან და უნდა ჩავეწერო ავერსში აუცილებლად ტომოგრაფიაზე, ჯერ ნევროლოგი უნდა ვნახო და ნევროლოგმა მითხრას რა მინდა. არ ვიცი, სულ მუშაობაზე ვფიქრობ, სულ რაღაცაზე ვფიქრობ, სულ თან ცოტა ნერვიულობა დაემთხვა, ეს ბოლო დღეებია, ბოლო 10 დღეა ძალიან ნერვიულობ, ძალიან განვიცდი ყველაფერს რაღაცებს და ეს შედეგი დადგა, მაგრამ არა უშავს. აი დღე ვხედავთ, არ ნებდები, არ უწვევი. ჭამეკიდაც დღეს საჭმელი ბანანიც, ხილიც, ეხლა გადასხმას, მე რაკეთენ წავალ და იმედი მაქვს შევდახვდებით იმაზე, რასაც მივდივარ და ყველაფერი იქნება საუკეთესო და კარგად. უბრალოდ არაფერს გადაღების თავი არ მაქვს, რუტინას რო ვიტარებ ხოლმე. არ ეგონო თანხავს, რო არ ვჩვენო, არ ვიტარებ, რუტინას ვიტარებ ჩვეულებრივად. თამოსკინით, რა თქმა უნდა. წავედი, მიყვარხართ.